სამეურვეო საბჭოს კომისია შეარჩევს. კომისია კი საკუთარი განცხადებების საფუძველზე პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების შემადგენლობით დაფუძნდება. საარჩევნო კომისიის წევრები სათანადო საბუთებს დირექციას ან განათლების განყოფილებას 14 სექტემბრამდე წარუდგენენ. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა კი ცნობილი ოქტომბრის ბოლოსთვის გახდება. არის თუ არა რაიმე სიახლე მოსალოდნელი ასეთი სახის საბჭოს მუშაობის შემდეგ და რამდენად ეფექტური იქნება იგი. პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები გორის პირველ სკოლაში სწორედ ამის შესახებ საუბრობდნენ. მე პირადად მოხარული ვარ, მაგრამ უფრო მოხარული ვიქნები თუ გააქტიურდებიან თვითონ მშობლები და საბოლოო სკოლაში კიდევ ერთხელ გავუსმენთ, რომ შეიქმნება დეცენტრალიზებული მენტალიტეტი. ეს ალბათ შეცვლის სასიკეთოდ სასკოლო ცხოვრებას. მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე დღეს იქნება თანამშრომელი ერთმანეთისა. ერთობლივი კავშირით ძალიან ბევრი რამე გაკეთდება. სამეურვეო საბჭოს ექნება თავისი გეგმა, რომელსაც შეიმუშავებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ისინი შემდეგ დაიხვეწებიან, გადამზადდებიან არასაკურველია და კონკრეტული გეგმასთან მიმართებით ყველაფერი წავა სკოლის აღმავლობისკენ. საიდან სკოლაში არ დამკვიდრდება დირექტორი, არ დამკვიდრდება სკოლის კოლექტივი, ბიუჯეტზე არ დაჯდება ყველაფერი. ვერაფერს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ფინანსების გარშე სკოლა საცოტა მდგომარეობაშია. როგორც შეხვედრის მონაწილეებს მიაჩნიათ, სასკოლო საქმიანობის სწორად წარმართვის საქმეში მთავარი პირობა მაინც ფინანსური მხარეა. თუ როგორ შეიძლება მისი მოზიდვა, ამ საკითხის შესახებ პედაგოგებსა და მშობლებს სხვადასხვა აზრი აქვს. თუმცა უმრავლესობა სასკოლო რეფორმების გატარებას დადებითად აფასებს. ფინანსურ საკითხზე ყოფილი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ საუბრობდა. სამეურვეო საბჭო საერთოდ ვერ გააკეთებს ჩემის აზრით თავის საქმეს თუ პირველ რიგში მშობლის მონდომება არ იქნა რომ დაუდგეს სკოლას გვერდში და აუცილებლად სამეურვეო საბჭოს უნდა ისწავლოს ეს ალბათ განათლების სამინისტრო მას მოაგვარებს მოძიება თანხებისა. თუ არ ჩატარდა ტრენინგები და თუ არ გვასწავლეს როგორ მოვიციოთ თანხა ცარიელი ხელით მეორე წელიწად ჩვენი სამეურვეო საბჭო მესამე წელიწადისთვის მეორე წელიწადს თითქმის აი შიდა სასკოლო პროცესში თუ მონაწილეობთ. პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მოუთმენლად ელიან ახალი დირექტორების ვინაობის გამჟღავნებასაც, რომელსაც განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიდან სწორედ სამეურვეო საბჭო აირჩევს. უახლოეს მომავალში კი მსგავსი საინფორმაციო სახის შეხვედრები სხვა სკოლებშიც იგეგმება.